ელოდება აფრიალებს ქარი არავინ იცის საც ჩამოჭკნება მე ახლა იმ ფოთოლს გავა პროექტი ერთი ლექსისთვის კიდევ ერთ ემიგრანტ ქალბატონს წარმოგიდგენთ, რომლის ლექსებშიც საქართველოს პატარა გულის ფეთქვა ისმის. გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. ნახეთ რა ლამაზ ყვავილებთან ერთად ვარ თქვენს წინაშე წარმოდგენილი. მოკლედ, შემოქმედებითი საზოგადოება ზის თეატრის ეგიდით თქვენ იცით, რომ უკვე რამდენიმე ავტორი გაგაცანით და შევხვდით მათ ერთი ლექსისთვის. დღეს კი ქუთაისის ბულვარში ერთ ძალიან ძვირფას ქალბატონს, პოეტ ქალბატონს, ემიგრანტ ქალბატონს მინდა შევხვდე სწორედ ერთი ლექსისთვის და თქვენც გაგაცნოთ იგი. აი, ჩემი ძვირფასი პოეტი ქალბატონი მირანდა ტყაბლაძე. მოგესალმებით, ქალბატონო მირანდა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს თქვენ ჩემი სტუმარი ხართ ერთი ლექსისთვის პროექტში და აი ამ არაჩვეულებრივ ბულვარში, განახლებულ ბულვარში ქუთაისში შევხვდით ერთმანეთს. მე უკვე უთხარი ჩემს მაყურებელს, რომ თქვენ ემიგრანტი ბრძანდებით და ვისაუბრებთ ამ თემაზეც ცოტა ოდენს და შემდეგ მე ვიცი, რომ არაჩვეულებრივი ლექსი ელოდება ჩვენს ძვირფას მსმენელს და მაყურებელს, ჩვენი პროექტის გულშემატკივრებს და ეს ლექსი ჩემთვის უსაყვარლეს თემას ეძღვნება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ მალე გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს ამ ლექსს. ქალბატონო მირანდა, მოდი დავიწყოთ იქედან, რომ თქვენ როგორც ვახსენე, ემიგრანტი ქალბატონი ბრძანდებით და ვუთხრათ მაყურებელს სად რომელ ქვეყანაში გააგრძელეთ მოღვაწეობა, ასე რომ ვთქვათ, საქართველოს ფარგლებს გარეთ და რამდენი წელია რომ ემიგრაციაში ბრძანდებით? მე როგორც ყველა ემიგრანტი მოღვაწეობს საზღვარგარეთ ვარ თურქეთში. 9 წელია მოღვაწეობ იქ და იმდენი სითბო, სიყვარული ავიღე ჩვენებურებისგან, ჩვენებური ქართველებისგან და ჩემი საქართველო არის იქ, ასე ვიტყვი მეორე საქართველო. არ შემიძლია რო არ ვთქვა და იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ქართველია და ძალიან ბევრი ქართველია და აი ეს ჩემი ლექსებიც მათმა სიყვარულმა დამაწერინა. ისეთი თბილები არიან, იმდენად მონატრებული არიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიწა-წყალს, ამ ყველაფერს მე ჩემს ლექსებში ვამბობ და მინდა მათ მოვეფერო აქედან. ძალიან დიდი მადლობა. აი ეს მიხაროდა სწორედ რომ ვაანონსებდი, რომ ერთ ძალიან კარგ ჩემთვის საყვარელ თემას შეეხებით ამ ლექსით და ეს არის ჩვენებური ქართველები, რომელიც რა ვიცი, სის ხორცეულად მიყვარს. პროგრამებს თვალს ვადენებ და რამდენად ახართ ჩვენებურებთან და დაუღლარჯეთთან და ნებისმიერ ასეთ თემებთან და დიდი მადლობა რომ ხართ ჩემი გულშემატკივარი, მე თქვენი გულშემატკივარი ვარ, თქვენი ლექსების გულშემატკივარი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღეს ერთი ლექსისთვის თქვენთან შეხვედრა. კარგით, მოდი აბა რომელ ლექსს წარმოგვიდგენთ? ჩემი ლექსი, ესე დავარქვი, ჩვენებურების აღსარება. ჩვენებურები, რომლებსაც ძალიან ენატრებათ საქართველო და თავისი მიწა-წყალი და ყოველთვის დიდი სიტყვით, სიყვარულით მოიხსენიებენ საქართველოს და აი მართლაც იცავენ იმ წეს ადათებს, რომელიც არ შეუცვლეთ მარტო სახელი იცვალეს ჩვენებურები, ესე ქვიათ. და მე ჩვენებურების აღსარება დავარქვი. მე საქართველოს ერთი მუჭა მიწაც მეყოფა. მე საქართველოს თიდამჩქეფარე წყარო მწყურია. სხვა მიწა-წყალზე გადახვეწილი შვილი ვარ თქვენი. მიყვარს სამშობლო, სადაც დავითი და თამარ სუვლია. მე ქართველი ვარ, მერერა რომ სახლობ თქვენგან შორს. მე ქართული მაქვს, ჯიში ჯილავი წესი ადათი. ეს ის მიწა წინაპრებმა რომ შემოგვინახეს დამის წარწმევას ნუ შეეცდება მტერი ჯალათი. არ ვის დაუთმობთ რომს მომაგრჯონ გული მკერდიდან. ნურვინ ეცდება ხელში ჩაიგდოს მიწა ქართული. არ გავახარებთ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბძვით, რადგან ერთი გვაქვს ჯიში ჯილავი ენა მამული. მოდი ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი გვიყვარდეს მარად. ვიცი დამჯერა ერთიანობის დრო მოვა მალე და გაბწყინებულ გალაღებულ საქართველოში ომახიანად ყლავი მღერები შავლეგოს ლალეს
ჩვენებურებით ლამაზ სიმღერებს ფანდურის ხმაზე თბილად ვუმღერებთ ჩვენ სამშობლოს ძვირფას და ნატროს ერთად ვიქნებით შევიკრებით ერთ მუშტად ისევ ერთად დავიცავთ ჩვენს მიწაწყალს ენას და მამოს ჩვენებურებო მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით ძალიან დიდი მადლობა ამაზე ძვირფას ალბათ ვერაფერს მოვისმენდი იმიტომ რომ მართლა გულისმიერი და გულისხმიერი ლექსია და მე ვფიქრობ ნებისმიერი იქ მცხოვრები ქართველი ვისაც ჩვენებურებს ვეძახით ძალიან შეიყვარებენ ამ ლექსს თუ მოისმენენ და მოისმენენ რა თქმა უნდა შეიყვარებენ და ეს ლექსი ნამდვილად იმსახურებს ამას ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის და მინდა მაინც გკითხოთ რომ რამდენი წელია რომ საქართველოდან წახვედით ემიგრაციაში ძალიან 10 წელი არის რაც თურქეთში მოღვაწეობ და ვარ მაგრამ ძალიან ხშირად ვტუნობ საქართველოს წელიწადში ალბათ 2-ჯერ 3-ჯერ ჩამოვდივარ იმიტომ რომ მაინც რატომღაც ვერ ვჩერდები თქვენგან შორს საქართველოსგან შორს რა თქმა უნდა ასეც არის და ასეც უნდა იყოს იმიტომ რომ სადაც არ უნდა იყო ის ადგილი სადაც როგორც არ უნდა გიყვარდეს და მოგწონდეს ფესვები საქართველოა ოჯახი საქართველოა სისხლი და ხორცი საქართველოა და მე მიხარია რომ ჩვენებურ ქართველებთან თურქეთელ ქართველებთან გაქვთ ახლო დამოკიდებულება ქართულ პროექტებშიც ხართ ალბათ ხო ჩართული დიახ მონაწილეობ ძალიან დიდი პროექტებია ძალიან ბევრს მუშაობენ ჩვენებურები და ჩვენი ასოციაციის წევრები რომ აი ეს ქართული კულტურა ქართული გენი იქ აცოცხლონ და ამისთვის დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც ამ პროექტში ღებულობენ მონაწილეობას არ შემიძლია რომ მადლობა არ გადავუხადო ჩვენ პირადად ფიზიკურად ერთმანეთს თურქეთში ქალაქ სტამბოლში დედაენის დღეზე შევხვდით და ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის ჯერ ეს დღე რა აუცილებლად იმიტომ რომ თურქეთელი ქართველები აღნიშნავდნენ და დაპატიჟებული ვიყავი და მე აი ამ დღეს რომ გავიცანით ერთმანეთი ძალიან ძვირფასი გახდით ჩემთვის აუცილებლად მინდა რომ ვუთხრა ჩვენს მაყურებელს უпроსწორედ მათი გასაგონად თქვა ეს ამბავი რომ მე როდესაც თქვენს გვერდზე შევედი უბრალოდ მაინტერესებდა როგორი ლექსები გქონდათ და გადავათვალიერე ლექსების გამო და ლექსი რომელიც ძალიან მომეწონა და წავიკითხე და თვითონ მღეროდა ასე რომ ვთქვათ გადმოვიტანე ეს ლექსი და ჩავთვალე საჭიროდ რომ ეს ლექსი მარტო ლექსად არ უნდა დარჩენილიყო და რაღაცა სხვა ფორმითაც უნდა გაეცნო ის საზოგადოებას და არაჩვეულებრივი გამოვიდა მე მაინც ასე ვფიქრობ კარგი სიმღერა გამოვიდა ძალიან საქართველოზე რომელსაც მე ვფიქრობ რომ ცოტა უფრო მეტი ძალა შევძინო უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს უფრო პროფესიონალურად და მადლობა იმ ლექსისთვის მადლობა ქართული გულისთვის რომელიც აქედან გაიყოლეთ და იქ ფეთქავს და ლექსებით გადმოსცემთ ამ ყველაფერს და ძალიან ვაფასებ ისეთ ქართველს რომელიც საქართველოს გარეთ თავისი ქვეყნის ელჩია თქვენ ხართ ასეთი ადამიანი დიდი მადლობა თქვენ ახართ ამის მაგალითი. რა ვიცი, ვცდილობ. დიახ, ეს ასე არის, იმიტომ თქვენ იმდით რომ არა ჩვენ ვერ ვიარსებებთ და ვერავინ ვერავინ გნახავთ და ვერ ვისუნთქებთ თქვენს გარეშე. რომ თქვენ იმდეს აკეთებთ. თქვენი ყურადღება, თქვენი სითბო, სიყვარული ძალიან დიდ ძალას გვატებთ ჩვენი ქართველებს დამერწმუნდეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ქართველობისთვის და მადლობა ასეთი ლამაზი ლექსის ჩუქებისთვის ამ პროექტში. დიდი მადლობა. ახლა მე მინდა თქვენთან ერთი სამახსოვრო სელფი გადავიღო. დიდი მადლობა.